დაბარება სხვა არის, აქ თვითონ დაბარებას თვითონ დაპირისპირება. იცით, უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენ ვართ, ვთქვათ, პლურალისტული საზოგადოება, არსებობს სხვადასხვა აზრი, ის ადამიანები, ვინც უსამართლოდ არასწორად მიიჩნევენ მიხეილ სააკაშვილის დაბარებას პროკურატურაში, მათ აქვთ უფლება, რომ ეს აზრი გამოხატონ, ცხადია, ვინც სხვა აზრზე დგას, იმასაც აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს. ცუდია და არასასურველია, როცა ეს აზრთა შეჯახება ფიზიკურ შეჯახებაში გადადის, ეს როგორც ჩანს, უნდა თანათან განვითარდეთ და ასეთი ფიზიკური დაპირისპირება თავიდან უნდა ავიცილოთ, მაგრამ ის ნორმალურია, რომ ბევრ საკვანძო საკითხზე იქნება საპირისპირო აზრი. თავისთავად დაიბარეს ეს გარკვეული პოლიტიკური რუბიკონია, ასე ვთქვათ. ხელისუფლება აქამდე იცავდა ამ ერთგვარ წითელ ხაზს, მაგრამ გადაწყვიტა ამ წითელი ხაზის გადალახვა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს არის აი ამ ანგარიშტორების პოლიტიკის რაღაც ახალი გამოხატულება. მოძებნა ძალიან ადვილია მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ არ ამგონია, რომ ამას რაიმე შედეგი ქონდეს. ანუ ეს პრაქტიკულად ეს არის უბრალოდ გამწვავება, ერთის მხრივ ეს არის გამწვავება, ასე ვთქვათ, შიდა პოლიტიკური ვითარების, ანუ ხელისუფლება კიდევ უფრო ამწვავებს ურთიერთობას ოპოზიციასთან. მეორე, ეს არის პრაქტიკულად დემონსტრაციული უგულებელყოფა საერთაშორისო თანამეგობრობის რჩევებისა, რაც უბრალოდ ერთგვარი გზავნილია, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს რა სიტყვის ევროპა და ამერიკა. ეს ერთის და მეორეც, ჩემი აზრით, არის ძალიან ცუდი. ობამას განცხადებაში თავისთავად შინაარსში ახალი არაფერი არ არის, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ უკრაინა და საქართველო უახლოეს ხანებში არ გახდებოდნენ ნატოს წევრები. აქ უფრო საკამათოა თვითონ ასე ვთქვათ, ის ფრაზები, ის სიტყვები, wordings, რასაც ეძახიან ინგლისურად. ანუ ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ თითქოს ობამა რაღაცნაირად რუსეთს ამშვიდებდა, რომ აი თქვენ რომ ამბობთ, რომ ესენი რაღაც ნატოში შემოდიან, სინამდვილეში ისინი ნატოში არ შემოდიან. ანუ შეიძლება ასეც გავიგოთ. ასეთი ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებდა ეს განცხადება და ჩემი აზრით ეს არის ცუდი, რა თქმა უნდა, შეიძლება ისეც გაიგო, რომ ის რუსეთს აკრიტიკებდა, რომ ის ასე ვთქვათ, არაადეკვატურად აფასებს სიტუაციას. მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში მაინც კმაყოფილი არა ვარ იმით, რომ ობამამ ეს აზრი ამ ასეთი ფრაზებით, ასეთი სიტყვებით თქვა. რომელი პროცესი შეფერხდეს ცოტა? ხო, არა, მე რა თქმა უნდა, ასე ცალსახად არ არის, რომ აი ამის გამო, ასე ვთქვათ, შეიძლება რაღაც პროცესი შეფერხდეს. ცალსახად ამის თქმა შეიძლება უფრო სწორად, იმიტომ რომ ვითარება სწრაფად იცვლება დასავლეთის და
დასავლეთის ქვეყნები პრაქტიკულად ვითარებაში არიან, როდესაც ისინი ცდილობენ შეიმუშაონ ადეკვატური პასუხი რუსეთის აშკარა აგრესიულ პოლიტიკაზე და დაიჯერეს, რომ რუსეთი არ არის პარტნიორი და არის უფრო მოწინააღმდეგე. მაგრამ რა თქმა უნდა, აი ამ ვითარებამ გახსნა გარკვეული ახალი შესაძლებლობები პრინციპში, ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა, მაგრამ დასავლეთს მეტი ინტერესი აქვს საქართველოსთან თანამშრომლობის და მისი შედარებით რბილი რეაქციები თქვათ ვანო მერაბიშვილის საქმეზე თუ სხვა საქმეებზე გარკვეულად ამითაც აიხსნება, რომ მას უფრო მეტი, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ინტერესი გაუჩნდა საქართველოს მიმართ, ვიდრე მანამდე ქონდა. მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, საქართველოს რამდენად დემოკრატიული ქვეყანაა, ეს არის ყოველთვის განხილის ქვეშ, ყოველთვის არიან ვიღაცეები, ვინც პოლიტიკოსები, ვინც ამბობს, რომ აი საქართველოს უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ, თუ უფრო რაღაც მაპი მივცეთ სიტყვაზე ან რაღაც, ასე ვთქვათ, მეტი მხარდაჭერა გამოუთქვა და არიან ყოველთვის კრიტიკოსები, რომ საქართველოს არ არის ჯერ ისეთი დემოკრატიული ქვეყანა და ევროპული ტიპის ქვეყანა და ეს ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი არის, რა თქმა უნდა, არგუმენტი საქართველოს, მოწინააღმდეგეთა მხრიდან უფრო მეტად, რომ საქართველოს არ არის თლად დემოკრატიული ქვეყანა, იმიტომ რომ ახალი ხელისუფლება ის ძირითადი, ასე ვთქვათ, საქმიანობა არის ძველი ხელისუფლების ციხეში ჩასმა. და რა თქმა უნდა, როდესაც ეს პროცესი გადავიდა ასევე მიხეილ სააკაშვილზეც, ეს ახალი არგუმენტია საქართველოს კრიტიკოსების ან საქართველოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების თვალში. რომ ეს ამიტომ მან შეიძლება პოტენციურად კი მოიტანოს ასეთი ნეგატიური შედეგი. ახლა ის უფრო რთული სათქმელია, რომ რა ვიცი, ბიჯინა ივანიშვილმა ჩაიფიქრა, რომ მოდი მე ახლა ისეთ რამეს ვიზამ, რომ ევროპამ თვითონ არ მოაწეროს ჩვენთან ასოცირებულ ხელშეკრულებას ხელი. ახლა მე ასე შორს არ მინდა წავიდე, მაგრამ ახლა ლოგიკურად, რა თქმა უნდა, რა კი ძნელია იმის განსაზღვრა, ვინ მართავს დღეს საქართველოს და ის ვისაც გონია რომ მართავს რეალურად, ანუ ბიჯინა ივანიშვილის სინამდვილეში რა ჩანაფიქრები აქვს, ამიტომ ყველანაირი თეორია განიხილება. არა, ჩემი აზრით ეს არ უნდა გადაიხედოს, ახლა ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რაც იმ რეალობიდან, მეც არა ვარ კმაყოფილი, ვთქვათ, ობამას განცხადებებით, ან ზოგადი პოლიტიკის მიმართულებით შეიძლება, აი, გაცრავად. მეც არა ვარ კმაყოფილი ხშირად ევროპის ან ამერიკის ობამას თუ ევროკავშირის პოლიტიკით, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიდეთ ჩვენი ინტერესებიდან და ჩვენი ინტერესებშია, რაც შეიძლება მოვიპოვოთ დასავლეთის მხარდაჭერა და რაც შეიძლება უფრო მეტად დავარწმუნოთ დასავლეთი, მეტი მეგობარი ყავდეს ეს დასავლეთის ქვეყნებში, რომ ამით ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის უფრო მეტი გარანტიები მოვიპოვოთ, ვიდრე ახლა გვაქვს და მიუხედავად იმისა, ჩვენ კმაყოფილები არა ვართ. Oishkashi ის უნდა გვახსოვდეს, ამას ხშირად ვიმეორებ, რომ 2008 წელს დასავლეთის დახმარება რომ არ ყოფილიყო, ალბათ საერთოდ რუსეთი კიდევ უფრო შორს წავიდოდა და კიდევ უფრო რეალურად დავკარგავდით სუვერენული ქვეყნის სტატუსს, ასე რომ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ გასაგებია, რომ დასავლეთში არის სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშე, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პოზიციები აქვთ მათ და გარანტია იმისა, რომ ისინი პრიორიტეტულად ჩათვლიან, თქვა, საქართველოს მხარდაჭერას, ამის აბსოლუტური გარანტია არ არსებობს, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად მეტი მხარდაჭერა გქონდეს.
რეალისტურად უნდა შევხედოთ, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ვითარებას ამ თვალსაზრისით.